გამარჯობა. მოდი მარტივად დავხსნათ, როგორ მუშაობს ჰოთკარდი. როგორც იცი, ჰოთკარდის მეშვეობით 600-ზე მეტ ობიექტში გაქვს 1+1, 2+2 და 3+3 შეთავაზებები. მას შემდეგ, რაც გადმოწერ ჰოთკარდს, დარეგისტრირდები და შეიძენ ყოველთვიურ გამოწერას, შენ შეგიძლია არჩიო ნებისმიერი პარტნიორი ობიექტი და ესტუმრო კუთვნილი შეთავაზებების გასააქტიურებლად. პარტნიორი ობიექტების სიას აპლიკაციაშივე ნახავ. როცა ადგილზე მიხვალ, აუცილებლად აცნობე მომსახურე პერსონალს, რომ ჰოთკარდით სარგებლობ. შეკვეთას კი ტელეფონშივე აგენერირებ, უმარტივესი პრინციპით. ხსნით ჰოთკარდის აპლიკაციას და ვირჩევთ ობიექტს, სადაც ვიმყოფებით. მაგალითად, ამ შემთხვევაში ავირჩიოთ პიცა დი რომა. აქ გამოგიჩნდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეგიძლია 1+1, 2+2 და 3+3 შეთავაზებით გააქტიურო. ჯერ ვირჩევთ პროდუქტს, რომლის შეძენაც გსურს, შემდეგ კი საჩუქარს ნებისმიერს იმავე ფასის ფარგლებში. მაგალითად, ავირჩიოთ პიცა მარგარიტა, შემდეგ კი აპლიკაცია ავტომატურად მხოლოდ იმ პროდუქტებს გაჩვენებს, რომელიც იმავე საფასო კატეგორიაშია და რომელიც შეგიძლია საჩუქრად აიღო. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სამარხო პიცა. მსგავსი პრინციპით შეგიძლია 3+3 შეთავაზება გააქტიურო. შეკვეთის დასრულებამდე QR კოდის გენერაციაღა გვოკლია, რომელიც უმარტივესი თითის გადასკროლით შეგიძლია დააგენერირო. ეგ არის, ეს QR-ი უნდა აჩვენო მომსახურე პერსონალს, რომელმაც 1 წუთის განმავლობაში უნდა დაასკანეროს ის. ჩვენი შეკვეთა მიღებულია. ხოლო თუ შენ ჰოთკარდის პარტნიორ ობიექტში მუშაობ, ეს მარტივი ინსტრუქცია დაგეხმარება ჰოთკარდით მოსულ სტუმარს სწორად უმასპინძლო. როდესაც მომხმარებელი გაცნობებთ, რომ ჰოთკარდით სურს სარგებლობა, აუცილებლად უნდა მოამზადოთ თქვენი ტელეფონი მოწყობილობა, რადგან QR-ის დასკანერება დაგჭირდებათ. როდესაც მომხმარებელი ტელეფონშივე დააგენერირებს საკუთარ შეკვეთას და წარმოგიდგენთ QR კოდს, ეს QR კოდი უნდა დავასკანეროთ მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოგვიჩნდება ველი, სადაც თქვენი კონკრეტული ობიექტისთვის მონიჭებული 4-ნიშნა კოდი უნდა შევიყვანოთ. კოდის შეყვანა აუცილებელია, რადგან ანალიტიკას სწორად და მიზნობრივად ვაწარმოოთ. კოდის დადასტურების შემდეგ ეკრანზე გამოგიჩნდებათ ორდერი, ანუ შეკვეთა, სადაც მკაფიოდ ჩანს რა არის ძირითადი კერძი და რა საჩუქარი და რა თანხას იხდის მომხმარებელი. გთხოვთ გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა. 1. QR-ი ვალიდურია მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში. დაუშვებელია QR-ის დასკანერება, რომელიც სქრინის სახით არის წარმოდგენილი. უნდა დავაკვირდეთ აუცილებლად ტაიმერი ჩართულია თუ არა აპლიკაციაში. 2. მომხმარებელს ერთი და იმავე ობიექტზე სტუმრობა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში შეუძლია. 3. ერთ მაგიდაზე მხოლოდ 1 QR-ის გამოყენებაა შესაძლებელი. სულ ესაა, ამ მარტივი პირობებით შეგიძლია ჰოთკარდით მოსულ სტუმარს სწორად უმასპინძლო. წარმატებულ დღეს გისურვებთ!